პროექტზე მოკლედ პატარა მონახაზი რო გააკეთოთ. როდის დაიწყო? დღეს რა ღონისძიება იყო მოკლედ რომ ვთქვათ. პროექტი დაიწყო 2 წლის წინ, დაფინანსებულია გერმანიის მიგრაციის ფონდის მიერ, ეს არის სახელმწიფო ფონდი, რომელიც ექვემდებარება გერმანიის საგარეო სამინისტროს. ამ პროექტის ინიციატორი ვარ მე, ცხოვრები ჰამბურგში. რამდენი წელია გერმანიაში ცხოვრობ? 25 წელია გერმანიაში ვცხოვრობ და ჩვენ გვაქვს იქ საზოგადოება ლილე, რომელიც ამ პროექტის ავტორი არის. პროექტი იყო თავდაპირველად სხვანაირად ჩაფიქრებული, რომელიც ეხებოდა სოფლის ცენტრის რევიტალიზაციას. აქ ნაგულისხმები იყო როგორც ისტორიული ძეგლების აღდგენა, ასევე მათთვის ახალი ფუნქციების შეძენა და ერთმანეთთან დაკავშირება. სამწუხაროდ ამის საშუალება არ მოგვეცა, ამიტომ მოგვიწია პროექტის მსვლელობის პერიოდში შეცვლა და მაგრამ ვართ ამ შედეგით ძალიან კმაყოფილი, ჩვენ შინაარსი მთლიანად დავტოვეთ, რაც არის ეს პოლითემატურობა და კომპლექსურობა, ეძროვა ხალხთა მუშაობა, მაგრამ გადმოვიტანეთ ის ყველაფერი სხვა სივრცეში, რომელსაც ქვია კარგი სახლი. კარგი სახლი. და მომავალში ამ პროექტები გაქვს კიდე დაგეგმილი. სოფლის სასამოძრაო და თემის სასამოძრაო. ნუ მომაირაზეც ჩვენ დაწყებული ქონდა მუშაობა, ის ყველაფერზე გაგრძელდება და დაემატება იმედია. ანუ რეგიონალურ აკადემიურ წრეებთან თანამშრომლობა, თბილისის აკადემიურ წრეებთან და უფრო განათლებაზე არის ფოკუსი. მსოფლიოში პროდუქტების გამომუშავება, მათი თეორიული საფუძვლის შექმნა, სოციალური კვლევებია თუ ეს საარქივო სამუშაო, რაც ჩვენ აქამდე გავაკეთეთ ეს წინა ბოლომდე კიდე მივიყვანოთ და რა თქმა უნდა ტურიზმი და ეს ყველაფერი ეს თემები ერთდროულად უნდა განვითარდეს. გაქვს რაიმე ხელშესახების შედეგი უკვე ტურიზმის თვალსაზრისით, მე რაც უყურე ზამნიშნულო. ხელშესახების შედეგები მე ვფიქრობ რომ გვაქვს, რომელიც აქამდე არ ჩანდა, თუნდაც ის რომ მთელი ხეობა ჩვენ შევესწავლეთ და აღწერეთ, ეს პირველად მოხდა ეს ტურიზმისთვის, მაგალითად ძალიან მნიშვნელოვანია, არა მარტო ასევე აკადემიური წრეებისთვის. ასევე შეგროვილი გვაქვს ძალიან ბევრი მასალა, რომელსაც კარგად გამოჩენა უნდა. და ნუ თუ მოგვეცემა საშუალო პირველ რიგში, რა თქმა უნდა, მაინც ვინც არ უნდა გარედან იაქტიუროს და რაც უნდა რაღაცა დაფინანსებები მოიყოს, პირველ რიგში ეს მაინც სოფლის ცხოვრებლებზე არის, რომ მათ გამოჩენოს ინიციატივა. და რაც ვისაც რაღაცა კარგი უნდა, ეს რაც მარტივი ამბავია, რა ყველას უნდა კარგი არსებობს, მაგრამ ის არ არსებობს ფაქტიურად საქართველოში და აი ეს არის ჩვენი პრობლემა და აი ეს კარგი სახლი ამიტომაც ქვია, იმიტომ რომ აქ რაღაცების თავმოყრა უნდა მოხდეს. ძალიან დიდი მადლობა და ძალიან კარგი.